წინა პრემიერებიც ყავდა საქართველოს ქართული ოცნების ამ 13 წლიანი მმართველობის პერიოდში, მაგრამ არც ბახტაძის, არც კვირიკაშვილის, არც გახარიასი, არც ღარიბაშვილის, არც ბიძინა ივანიშვილი, როცა პრემიერი იყო თავად, აი ასეთი ტიპის მმართველობის ჩამოყალიბებას ადგილი არ ქონია, აი ამას მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება. ეს ყველაფერი, ეს დაპყრობა სახელმწიფოს ხელში ჩამაღიარებთ, აი ჯერ მაღიარეთ ჩემი ლეგიტიმაცია და ჯერ ჩაატარე სამართლიანი არჩევნები და ჩაატარე ისეთი არჩევნები, რომ უკამათო იყოს მისი შედეგები და მერე ხალხი აღიარებს გამარჯვებულის ლეგიტიმაციას. ის კი არა რომ ძალით შექმნა კანონები და ძალით აიძულო ვიღაცა, რომ ან ჩემი ლეგიტიმაცია აღიარე, ან ციხეში გაგიშვებ. ეს ხო არანორმალური რამ არის, ხალხო. მე მინდა რომ ცოტა გავხსნათ რა ჩვენი აზროვნება რაღაცნაირად და ყველაფერი დავინახოთ ფართო პლანში და ფართო სურათს შევხედოთ ჩვენ რა დღეში ვართ დღეს. და ეს უნდა შეიცვალოს. ესენი უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას. ესენი უნდა წავიდნენ აი ეს კობახიძის გუნდი, თორემ ეხა მოსკოვის მექანიზმი და ძალიან ისე აბუჩა დაგდებით რომ ლაპარაკობენ ამ ყველაფერზე, ეს ძალიან მძიმე რამეა. ამას ძალიან მძიმე შედეგები მოყვება და კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი გააცნობიერებს, ჭკვიანი კაცია და მე მგონია რომ ცნობიერებს იმას, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს საქართველოსთვის ხომ მოყვება და მოყვება და პირადად მისთვის რა შეიძლება მოყვეს და ეს ყველაფერი როდის მოხდა, ვისი მმართველობის დროს მოხდა, ეს ყველაფერი მოხდა კობახიძის აი ამ 2 წლიანი მმართველობისას და გაუშვით ეს კაცი ბატონო ბიძინა დაანებოს რა თავი ამ ქვეყანას. საბედნიეროდ ყავს ის ხალხი, რომელიც ჩაუდგება ამ ქვეყანას სათავეში და არ შექმნის ჩრდილოეთ კორეას საქართველოსგან და საქართველო მართლაც იქნება ბედნიერი და ნათელი და ლამაზი თავისუფალი ქვეყანა.